სტუდენტებს როცა ვასწავლე რისკს პირველი რასაც ვაკეთებ, ამ დავალებით შევდივარ, რეალურად არასდროს არ მითამაშე, იმიტომ რომ ვარზე არიან. მაგრამ ვეუბნები, შემოვდივარ კლასში, და ვეუბნები, თქვა, ავაგდებ heads and tails, როგორ ქართულად. რამდენი იცნობ, თქვა 20 ადამიანიდან. 10 ადამიანი იცნობს, ხო, სწორად. შემდეგ იმ 10 ადამიანიდან, დარჩენილი 10 ადამიანიდან რამდენი იცნობს? 5. შემდეგ 2. ანუ თუ გააქვს სემპლი 100 ადამიანის, 7 ჯერ ზედიზედ გამოიცნობს აუცილებლად 1 ადამიანი. 100,000 ადამიანიდან 1 ადამიანი აუცილებლად გამოიცნობს 100 ჯერ ზედიზედ. ხო. და მე, ჩემი თეორიაა, რომ ეს სუპერ წარმატებულები რა, იქნება ეს სტარტაპი თუ ინვესტირება, არ გულისხმობ თქვა Berkshire Hathaway-ს და არ გულისხმობ პირობითად Michael Simons ხო, Simons, რომელიც ალგორითმებით ვაჭრობს, ძირითადად არის ლაკი. ხო. ანუ ინვესტიციების მართვა ძალიან არის დამოკიდებული ლაკზე. ერთადერთი რისი თქმაც თამამად შეიძლება, ვინც არის უვიცი, ის ყოველთვის ააგებს.